საინტერესო გემრიელი და აუცილებელი თემით უნდა გავხსნათ საქმიანი დილას ეს ბლოკი 18-22 ივნისს თბილისი გასტროვიკი გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში საქართველოს მსოფლიოში ცნობილი მიშლენის ვარსკვლავის შეფები და კულინარიული ექსპერტები ეწვივნენ კვირეულმა ექსკლუზიური ვახშმების სერიას და ვორქშოპებს უმასპინძლა გააერთიანა ისინი, სადაც თითოეული საღამო მოწვეული შეფისა და ქართველი შეფის მიერ შექმნილ გამორჩეულ კერძებს დაეთმო. წლევანდელი ფესტივალის მთავარი თემა მდგრადი გასტრონომია იყო. თბილისი გასტროვიკი 2025-ის მიზანი საქართველოში მდგრადი გასტრონომიისა და ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია და განვითარება და მისთვის ეკოლოგიური, სოციალური და ეთიკური მნიშვნელობის მინიჭება იყო. როგორც ჩაიარა კვირეულმა, ირაკლი ნადარეიშვილი, თბილისი გასტროვიკის იდეის ავტორი და ორგანიზატორი გვერდება სტუდიაში. ირაკლი, დილამშვიდობის. მადლობა გადაცემაში გამბრძანებისთვის. პირველ რიგში ზოგადი შეჯამები დაიწყოთ, როგორც ჩაიარა, როგორ იყო მოლოდინი და რამდენად გაამართლა თქვენი მოლოდინები გასტროვიკა. წლევანდელმა წელმა მერტის წყალობით და ჩემი გუნდის დაუღალავი შრომით და პროფესიონალიზმით ყველაზე კარგად ჩაიარა, ვიტყოდი. წლევანდელი წელი ისეთი იყო, როდესაც აი უკვე თვითონ ფესტივალმა, როგორც ინდუსტრიის ნაწილმა და შეიძინა უკვე თავისი, ასე ვთქვათ, შემოგარენი რეპუტაცია, ვინაიდან ხო წელს უკვე ქართული სააგენტო იყო გასტრონომიის და სოფლის ტურიზმის ასოციაცია, რომელიც ახდენდა თვითონ შეფების და მედიის ჩამოყვანას და აღსანიშნავია, რომ ძალიან დიდი სიხარულით ადვილად დაითანხმეს ყველანი. ასევე აღნიშნავ, რომ მედია გაშუქება საკმაოდ სუყე არის, უკვე ესპანური, ფრანგული მედიაში გამოქვეყნა ნახავთ ჩვენს გვერდზე საკმაოდ ბევრი სტატია გასტროკვირეულზე და შეფებზე, რომლებიც საქართველოში იყო ჩამოსული. და ზოგადად მინდა აღვნიშნო, რა რასაც ჩვენ საუბრობდით, ხო, აი ვთქვათ, გასტროტურიზმი, მდგრადი გასტრონომია, ინდუსტრიის განვითარება წელს თვითონ სტუმრებმა ძალიან ბევრი ინტერვიუები ჩაწერეს ქართულ მედიასთან, ასევე ჩვენ პარტნიორებთან ერთად თვითონ საუბრობდნენ ამაზე. ანუ ისინი ხაზს უსვამდნენ, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს იმას, რომ განვითარდეს გასტროტურიზმი საქართველოში, თვითონ ინდუსტრია განვითარდეს. და ამან შექმნას აი ის საბაზისო, რაც შემდეგ ზოგადად აი ამ მდგრად გასტრონომიას განავითარებს, რომ მოგეხსენებათ, რომ მდგრადი გასტრონომია ზოგადად მსოფლიოშიც ახალი ხილი არის, სულ რაღაც 7 წელია რაც დაიწყო. რა საფუძნება ძირითადად აი მდგრადი გასტრონომია? მდგრადი გასტრონომია ფართო ისეთი ბევრი დეტალებისგან შექმნება, მაგრამ მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის ადგილობრივი პროდუქტები, ეს არის სეზონური კვება, ეს არის ჯამრთელი კვება, ეს არის ნარჩენების მართვა, საკმაოდ ისეთი ყველაფერს აერთიანებს. სულ 7 წელია, რაც 18 ივნისი არის საერთაშორისო დღე, ჩვენ წინა წელს მიუერთეთ საქართველოს, წელს ამით გაიხსნა გასტროკვირეული და ამას ძალიან აქცევენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ყურადღებას, ვინაიდან აი მიშლენმაც კი სულ 3 წლის წინ დააწესა მწვანე ვარსკვლავი, რომელიც ერთია, სხვათა შორის და არა 3 და ამით თვითონ მიშლენიც ამბობს იმას, რომ აი ეგეთი ტიპის პასუხისმგებლობაში არ არის კონკურენცია, ანუ შენ თუ ამ სოციალურ პასუხისმგებლობას იაზრებ, ესე იგი უკვე შენ გეკუთვნის და უკვე მანდ კონკურენციას აღარ ანიჭებენ. აქედან გამომდინარე, რა არის მდგრადი გასტრონომია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იდეაში 2020 კოვიდის შემდეგ მსოფლიოს და გაუჩნდა ეს გამოწვევა, ვინაიდან ტრანსპორტირებაში გაჩნდა პრობლემები, არა მარტო სარესტორნო ბიზნესში ზოგადად კვების ჯაჭვი გაწყდა და დღესაც თუ ჩვენ შევხედავთ, ხო, აი იმის ფონზე, რაც ხდება მსოფლიოში, საკმაოდ დაძაბული სიტუაცია, კონფლიქტებია, ეს საფრთხეს უარსებობს. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი თემაა, რომელშიც მე ვფიქრობ, საქართველოს ავანგარდშია ისედაც, რომ ჩვენი სამზარეულო ზოგადად არის ძალიან მდგრადი, იმიტომ რომ მოვიხმართ ადგილობრივ პროდუქტებს. და სამზარეულოც ესეთია, ხო, აი თქვათ, ნარჩენებსაც იყენებდნენ ჩვენი წინაპრები, თქვათ, კუპატი არის, თქვათ, ნარჩენებისგან დამზადებული, თვითონ ფხალიში იყენებენ მთლიანად მცენარეს და ასე შემდეგ. ამიტომ ხო, ამას სჭირდება განვითარება მათ შორის. გააზრება, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გააზრება გვჭირდება, რომ ეს აუცილებელია, რომ ეს ჩვენ გვეხება. დასწავლაც პრინციპში ბევრი რამ არ შეიძლება დღესაც არ ვიცოდეთ ქართულ გასტრონომიაზე, რომელიც ისტორიულად ეს წლების განმავლობაში იყო ჩვენთან დამკვიდრებული. ძალიან ბევრი სტუმარი ყავდა მოწვეული გასტროვიკს. რა ტიპის სოდნა ჩამოიტანეს მათ? რა ტიპის სოდნა დავახვედრეთ ჩვენ და გავატანეთ მათ თავიანთ ქვეყნებში? როგორი იყო ეს ურთიერთგაცვლა, ასე ვთქვათ, გამოცდილებისა?
ძალიან საინტერესო იყო, ვინაიდან ჩვენ მდგრად გასტრონომიაზე ვსაუბრობთ, აი ეს მიშლენის ვარსკვლავასთან შეფები რო ჩამოვიდნენ, ისინი თავიანთ გემოებს უსადაგებდნენ ადგილობრივ პროდუქტს. და ეს გამოიხატებოდა ვთქვათ რაში ხო აი ვიღაცა თუ პესტო соуს იყენებს, ხო, იყენებდა ვთქვათ აჯიკას, ანუ იყენებდა კახურზეც, იმერულ ყველს, გუდის ყველს. ასე ვთქვათ, ისინი ცდილობდნენ, რომ ის გემოები, რაც თავიანთ რესტორნებში აქვს დამზადებული, აქ ქართული პროდუქტებით შექმნა და მართლა უნიკალურად ძალიან საინტერესო გამოვიდა თვითონ მთელი კვირეული, ვინაიდან ქართველი და უცხოელი შეფების ურთიერთობა ერთგვარი ვორქშოპი იყო იმ ადგილებისთვის, სადაც ეს სტარდებოდა, იმიტომ რომ ისინი ერთის მხრივ ხედავდნენ, როგორ მუშაობს აი ესეთი მაღალი სტანდარტის მქონე შეფები, რომლებიც მიშლენის ვარსკვლავები აქვს და მეორეს მხრივ თვითონ ეს უცხოელი შეფები ნახულობდნენ აი ამ ჩვენ უნიკალურ გემოებს და მართლაც აი ნახოთ, გადახედოთ სოციალურ მედიას, რასაც წერს მედია, რასაც წერენ თვითონ შეფები, მათთვის ეს არის ისეთი აღმოჩენა და აი და ისევ გაუსვავ ხაზს, რომ ძალიან ბევრმა მათგანმა თქვა, რომ აი მე სულ მინდოდა საქართველოს ჩამოსვლა, ვერ ჩამოვედი, ეხლა ჩამოვედი, დავბრუნდები სახლში და ყველას მოვუყვები ჩემ მეგობრებს, რომ აი ესეთი ქვეყანა არსებობს, ესეთი უნიკალური კულტურით, გემოებით, ავთენტურობით, სადაც ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით ჩვენ მეგობრებთან და ოჯახთან ერთად. მნიშვნელოვანი იყო ასევე ექსპერტები. ერთ-ერთი იყო აი სებასტია რიპარი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პერსონა. ის არის ძალიან დიდი გულშემატკივარი საქართველოსი, ვინაიდან სანამ თბილისში ჩამოვიდოდა, მანამდე პარიზში მოახდინა ქართული ღვინის პრეზენტაცია, ჩამოვიდა აქ ძალიან ძელი ინტერვიუ ჩაწერა და თქვა, რომ აი კი საქართველო არის ნამდვილად ახალი ადგილი, სადაც ჩვენ ვიმოგზაუროთ, აღმოვაჩინოთ გემოები, ღვინო. ფრანგია ხო სებასტია? ფრანგია თან, ფრანგი შვეიცარიელი, რომელიც აი თვითონვე ამბობს, რომ მე ანუ იშვიათად ვამბობ ესეთ კომპლიმენტებსო და მართლა აი რომ ნახოთ ეს ადამიანი თავის დიდ უზარმაზარი პლატფორმა აქვს, მიშლენის ხმის მიცემი არის და ძალიან მაღალი შეფასება მისცა ზოგადად ქართულ გასტრონომიას, საქართველოს ღვინოს, რაც თავარია, იმიტომ რომ ღვინო არის ერთ-ერთი ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. კი ბატონო, წლიდან წლამდე ვიზრდებით თუ არა, მაგ ნაწილს შეგვინდა კითხო და ღვინო ახსენე, მან მინდოდა წავსულიყავი, ღვინოც იყო შემადგენელი ცხადია ამ გასტროვიკის, მაგრამ ღვინის ტურიზმი, ასე ვთქვათ, შედარებით ალბათ, მე ასე მგონია ერთ შეხედვით, რომ მეტად განვითარებულია, მაგრამ გასტროტურიზმი ამას ებმის, ამის გარეშე უბრალოდ ღვინის ტურიზმი დიდხანს ვერ გაკაჩავს, უხეშად რო ვთქვათ, ხო? რამდენად კონკურენტულია გასტრონომიული მიმართულება ღვინოსთან მიმართებით, ან ქართული ღვინო და გასტრონომია ერთმანეთს რომ შევაჯიბროთ ამ შემთხვევაში და ჯამში გამოვიყენოთ ორივე პროდუქტი იმისთვის რომ მეტი უცხოელი ვიზიტორი მოვიზიდოთ და უფრო მეტად ასე ვთქვათ პოზიციონირება მოახდინოთ ჩვენი ქვეყნის. რა თქმა უნდა, ღვინო იყო ნაწილი გასტროკვირეული და ჩვენ შევარჩიეთ სხვადასხვა მარნები, როგორც დიდი, ისევე პატარა მარნები, რომ ყველანაირი ღვინო გაგვეცნო. ღვინის ტურიზმი უფრო განვითარებული, იმიტომ რომ ღვინო უფრო მეტი გადის ექსპორტზე. ანუ მეტ ადამიანთან აქ პირდაპირ წვდომა, ასე ვთქვათ, პროდუქტზე, ამიტომ გამომდინარე აქედან შემდეგ უფრო მარტივად ხდება მომხმარებლის დაბრუნება. თუმცა აღნიშნავ, რომ წელს მაგალითად იმდენად რომ ჩვენც გავიზარდეთ და უფრო მეტი წვდომა გვაქვს უცხოელებთან, მეტი უცხოელი მყიდველი იყო ჩვენი, ვთქვათ, ბილეთების ვახშმების, სადაც ისინი ესწრებოდნენ და რა თქმა უნდა, ესეც თავისთავად აჩვენებს იმას, რომ უფრო მეტი ინტერესი არის გასტროლ. ეს ცხადია, რომ ერთად განიხილება და ჩვენ განვიხილავთ ღვინოს და სამზარეულოს ერთად ტანდემში, იმიტომ რომ ზუსტად აი ესე დაწყვილება ხდება თითოეული კერძის ღვინოსთან. და ამ მიმართულებით უნდა აღვნიშნო, რომ ესეთი პროექტი არის მზის კარი, რომელიც საქართველოში ხორციელდება, ესეთი სახლის ტიპის სამზარეულოები არის, რომლებიც ესეთი მთელი საქართველოს მასშტაბით იტალიაში არის ძალიან განვითარებული, რომელიც ზუსტად აი ამ მდგრადი გასტრონომიის პრინციპებზე დგას. აქ ხაზ გავუსვა, რომ აი მნიშვნელოვანი ისიც ვიცოდოთ, ეს კომერციულია რესტორანი გინდა, რომ იმის ასევე რომ თქვა რაღაც ფინანსებს მოიტანა. აი და სკანდინავიის ქვეყნების მაგალითზე ჩვენ შეიძლება შევხედოთ, რომ სადაც 30-40% იზრდება რესტორნების შემოსავალი, როდესაც ისინი ამ პრინციპებს იზიარებენ და ნუ ეს ისეთი გზა არის საჭირო უბრალოდ ამის სურვილი და რა თქმა უნდა რაღაც კარგი. გარდა რომ მდგრადი მიზნებისა, რა თქმა უნდა არსებობს ეკონომიკური მიზნებიც, ბიზნეს მიზნები, რომელიც შეიძლება რომ კარგად გამოიყენოს, რა თქმა უნდა, მდგრადი განვითარების ნაწილში, მით უმეტეს როცა უნარჩენო წარმოებაზე და ნარჩენების სწორ, ასე ვთქვათ, გამოყენებაზე საუბრობთ და სეპარირებაზე, ხო? ირაკლი, რა მინდა კითხო, რამდენად შესაძლებელია, რომ თბილისი გასტროვიკი აღარ გამოვა, მაგრამ ქართული ეს გასტროკვირეული სხვა ქვეყანაში გაიმართოს, ანუ რაღაცნაირად ექსპორტი მოხდეს აი ამ პროდუქტს.
თქვენ გამოიცანით ახლა ჩვენ გვაქვს რეგიონში საუბარი ახლა რამოდენიმე ქვეყანასთან ჯერ არ დავასახელებ როგორც ფრენჩაიზი გეგმავთ რომ გასტროკვირეული ჩატარდეს სხვაგან ვინაიდან ჩვენ უკვე დაგვიგროვდა ძალიან ბევრი კონტაქტები შეფებთან ურთიერთობა მედიასთან ურთიერთობა რომელიც ვფიქრობ ასევე ჩვენ მეზობლებს ძალიან გამოადგება იმისთვის იმიტომ რომ აი იდეაში როდესაც ამ ფესტივალს ვაკეთებდი თავიდანვე იდეა მდგომარეობდა გარდა იმისა რომ ცხადია რომ ეს ინდუსტრიას ძალიან უწყობს ხელს განვითარებისთვის იყო რომ გასტრონომია არის ყველაზე კარგი და მარტივი საშუალება გაიტანო შენი ქვეყანის საზღვრებს გარეთ. ანუ ადვილი და საურთიერთოდ ეს გარდა გასტრონომიისა ეს ვახშმები და ვორქშოპისა და სწავლისა არის ესეთი ადგილი, სადაც ადამიანები ხვდებიან გარკვეული რაღაც საქმიანი ურთიერთობები დგება, იმიტომ რომ მოგეხსენებათ რომ აი ყველაზე მარტივი და ისეთ სასიამოვნო ადგილი არის, სადაც რესტორანში შეგიძლია დაждდეთ. ვახშამზე სასაუბროთ, ვახშამზე სასაუბრო. ხო, ბევრი გამოფენაა, სადაც თქვა ღვინის ამ შემთხვევაში კომპანია მონაწილეობენ, არის ღვინის დღეები, ქართული ღვინის დღეები, თქვა იგივე ევროპულ ქვეყნებში, რეგიონში და შესაბამისად, ანუ გასტრომემართულებაც საინტერესო იქნება. იზრდება ძალიან, იმიტომ რომ თქვა იგივე მეღვინებსაც როცა ვესაუბრებოდი, ეხა უკვე მაგალითად ისინი ევროპულ რამოდენიმე ქვეყანაში თავის სტოკებს სპეციალურად ქირავენ იმისთვის, რომ გაიზარდა მოთხოვნა ევროპის ქვეყნებში ღვინის მოხმარებაზე, ქართული ღვინის მოხმარებაზე, რაც ძალიან მახარებს და ხო, ღვინის ექსპორტი კი არის შემცირებული. მიმდინარე წელს, მაგრამ ეს იმის ხარჯზე, რომ რუსეთში არის ექსპორტი შემცირებული, ევროპის ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა ისევ გვაქვს, რაც ისევ გვაქვს. თქმა უნდა, კარგი ამბავი. კი ბატონო. ირაკლი, მადლობა სტუმრობისთვის. წარმატებები ველოდებით სხვა ქვეყანაშიც გასტროვიკის წარმატებები ამ ნაწილში. ირაკლი ნადარეშვილი, თბილისი გასტროვიკის იდეის ავტორი და ორგანიზატორი იყო საქმიანი დილოს სტუმარი.